ეხლა კი ძვირფასო მეგობრებო სცენაზე მინდა მოვიწვიო ადამიანი, რომელსაც უამრავი თანამდებობა, რეგალიები და ასე შემდეგ გააჩნია, მაგრამ არც ერთი მათგანის გამოცხადება საჭირო არ არის რამე თუ საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ქართველი ებრაელი, თუ ისრაელში მცხოვრები ნებისმიერი ქართველი ებრაელი მას არაჩვეულებრივად იცნობს და მიუხედავად ამისა მაინც კიდევ ერთხელ ვიტყვი, კაცს რომელსაც 20 წელიწადზე მეტია მოაქვს ქართული კულტურა ისრაელის სცენაზე, ბატონი מוריס ג'אנაშვილი. זמר שמעל 20 שנה נמצא על הבמה הישראלית וכל השנים האלה גם עם התרבות הגיאורגית. ორი მიწამი ანდერძეს დასაცად ოთაფთი უსაიდუმროდ შერაცხული სასიმღერო თუ თბილისი ქართული მას სადოცავად სათაყვანო ებრაული დაგორდება განშოლების ხელიცრელი იდუმალი ხმამალა მოთმეორდება იქა ჩემი საქართველოს სალოცავი და სურნათი შოთასლანდი გელოდება რა ვქნა თუ გისისხლის ნივილს ვაყურადე ვერ შეგდოვებ მეგობა რომ ეწოდვილი ისრაელი საქართველოს უზეთგვილი დედობილი რა ვქნა თუ გისისხლის ნივილს ვაყურადე ვერ შეგდოვებ მეგონა რომ ეწოდვილი ისრაელი ჩემი დედა სამშობლოა საქართველოს უზეთგვილი დედობილი მე ვერთა ჭირვარული ჩემად მიჩანს ჩვენი ძმობა ფიცვერცხლში ამოჭიქული სიონის და სინაგოგის მრევლთა შორის შვიდობა და შადობია მოციქული ორი ენა მომცა მამაზე ციებდა ორთაფთი უსაიდუმროდ შერაცხული სასიმღერო თუ თბილისი ქართული მას სალოცავად სათაყვანო ებრაული რა ვქნა თუ გისისხლის ნივილს ვაყურადე ვერ შეგდოვებ მეგობა რომ ეწოდვილი ისრაელი ჩემი დედა სამშობლოა საქართველოს უზეთგვილი დედობილი რა ვქნა თუ გისისხლის ნივილს ვაყურადე ვერ შეგდოვებ მეგობა რომ ეწოდვილი ისრაელი ჩემი დედა სამშობლოა საქართველოს უზეთგვილი დედობილი უმეტესი მადლობა. მე ბედნიერი ვარ რომ მომეცა საშუალება ჩემი მცირე წვრილი შემეტანა ჩვენი მომავლის გადარჩენისთვის. დიდი მადლობა ყველას.